ეს ჰაიდენჰაიმია, პატარა გერმანული ინდუსტრიული ქალაქი ქვეყნის სამხრეთიდან. ადრე ამ ქალაქს უფრო ჰელენშტეინის ციხითა და ქარხნებით იცნობდნენ. თუმცა ბოლო წლებში არანაკლებ ყურადღებას ქალაქის 15,000-იანი სტადიონი Voith Arena იპყრობს. Voith Arena ჰაიდენჰაიმის საფეხბურთო კლუბის სახლია. ადგილი, რომელიც თანამედროვე ჰაიდენჰაიმის სულს ყველაზე მეტად გაგრძნობინებთ. თუ ჩვეულებრივ დღეებში ქალაქის ქუჩები ზედმეტად მშვიდი და სწორხაზოვანია, თამაშის დღეებში ეს რეალობა რადიკალურად იცვლება. არენიდან წამოსული ხმაური მეზობელ ქალაქებამდეც კი აღწევს. საფეხბურთო კლუბი ჰაიდენჰაიმი ქართველი გულშემატკივრისთვის პირველ რიგში საინტერესო იმიტომაა, რომ ამ გუნდში უკვე მეორე სეზონია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ბუდუ ზივზივაძე თამაშობს. გუნდმა დაბრკოლებების მიუხედავად უდიდესი გზა გაიარა სამოყვარულო ლიგებიდან გერმანიის მთავარ ლიგამდე. ამ გუნდის ამბავი უნიკალურია გერმანულ საფეხბურთო ისტორიაში. ყველაფერი 2007 წელს ფრანკ შმიდთან ერთად დაიწყო, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ გუნდი გადაიბარა. იქამდე ფრანკი თავადაც ამ კლუბში თამაშობდა და კარგად იცოდა კლუბის ხასიათი. წლიდან წლამდე ჰაიდენჰაიმი მუდმივად საკუთარი თავისა და ღირებულებების ერთგული რჩებოდა. ამ გუნდის გარშემო 2012-2013 წლიდან მუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ჰაიდენჰაიმის ძირითადი ფასეულობები არ შეცვლილა როგორც მესამე და მეორე ლიგაში, ასევე უკვე შემდეგში, ბუნდესლიგაშიც. ამ კლუბმა იდენტობა არ დაკარგა და ეს იყო მუდმივი განვითარების მიზეზი. ბუნდესლიგა და შემდეგ უკვე კონფერენც ლიგა ყოველივე ამის დაგვირგვინება იყო. მინდა გავიხსენო გადამწყვეტი მატჩი იან რეგენსბურგის წინააღმდეგ, როდესაც ბუნდესლიგაში გადასვლის საკითხი წყდებოდა. რეგენსბურგში მაშინ დაახლოებით 5,000 ჰაიდენჰაიმელი ჩამოვიდა. იქ უკვე კარგად იგრძნობოდა, რომ გარდატეხა უნდა მომხდარიყო. კლუბმა მაშინ წარმატებას მიაღწია და მთელ გერმანიაში ერთი კითხვა გაისმა. ჰაიდენჰაიმი? არაფერი გაგვიგია ამ გუნდის შესახებ. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე და გუნდი მეხუთე დივიზიონში მწვრთნელის რანგში ჩავიბარე. ყოველი დიდი ეტაპის დასრულების შემდეგ ვდგამდით ნაბიჯს წინ. თავდაპირველად მიზანი სამოყვარულო ფეხბურთიდან პროფესიონალურ ფეხბურთში გადასვლა იყო. მესამე დივიზიონის შემდეგ კლუბმა უკვე კარგად იცოდა, როგორ უნდა დაეწყო პროფესიონალურ დონეზე თამაში. ჩვენ ყოველდღიურად ვითარდებოდით. ხვდებოდით, რომ არ უნდა შეგვეწყვიტა ოცნება ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ ფეხბურთში. ყოველთვის გვჯეროდა საკუთარი თავის და ვიცოდით, რომ ყველაფერს მივაღწევდით, რასაც მიზნად დავისახავდით. როცა ჩემს პროფესიონალურ კარიერას ვასრულებდი და მეორე ბუნდესლიგიდან ჰაიდენჰაიმში დავბრუნდი, გუნდის თამაშებს მხოლოდ 250 მაყურებელი ესწრებოდა. ეს სამოყვარულო ფეხბურთი იყო და მაშინ ქალაქის საერთო სულისკვეთება ჯერ არ არსებობდა. მიუხედავად ამისა ვიცოდი, რომ აქ ნამდვილად შესაძლებელი იყო ცეცხლის დანთება. გუნდი ყოველთვის აგრძელებდა წინსვლას და იყო მაგალითი სხვებისთვის. განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც აქ დაიბადე და გაიზარდე, სტადიონიდან სულ რაღაც 150 მეტრში. დღეს ამ გუნდში მუშაობის საშუალება მაქვს და ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გავითვალისწინო ხალხის მოსაზრება. მათი არგუმენტები და ამავდროულად ღიად ვთქვა, რისი მოლოდინი მაქვს. ვფიქრობ, გაცილებით ადვილია, როცა აქ ავრობის, ამ გულშემატკივრის ნაწილი ხარ და გიყვარს ეს რეგიონი, ეს ქალაქი. ჩვენი ბუნდესლიგაში მოხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. მახსოვს ჰაიდენჰაიმს 2008 წელს შევერთდი და ერთ წელიწადში პირდაპირ მესამე ლიგაში გადავედით. მაშინვე თითქოს ყველა მიხვდა, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი. ვაანალიზებდით, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ სამოყვარულო თამაში და ვაბიჯებდით პროფესიონალურ ფეხბურთში. ჰაიდენჰაიმმა გაიჩინა ახალი სპონსორები, გულშემატკივრები და დავიწყეთ ისეთი კლუბების წინააღმდეგ თამაში, რომლების შესახებაც იქამდე მხოლოდ ტელევიზორიდან გაგვიგო. ეს იყო ძალიან გრძელი გზა ბევრი გამოწვევებით. ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ მეშვიდე ლიგიდან, ანუ სამოყვარულო დონედან, ოდესმე შევძლებდით ბუნდესლიგაში თამაშს.
წლების განმავლობაში გუნდის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა იმან, რომ წარმატებისკენ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. ბევრს არ ვფიქრობდით. სამოყვარულო ლიგებში თამაშის დაწყების მომენტიდან ყოველ ახალ ეტაპზე ახალ მიზანს ვისახავდით. იყო დრო, როცა ობერლიგაში თამაშიც კი ოცნებად მიგვაჩნდა. ახლა უკვე ამაზე გვეღიმება. როცა ერთს მივაღწიეთ, შემდეგ უფრო დიდ ლიგებში თამაში დავისახეთ მიზნად. ასე გავიარეთ რეგიონული ლიგა, შემდეგ მესამე ლიგა, მეორე ბუნდესლიგა და ახლა უკვე აქ ვართ. ბუნდესლიგაში. ფიქრობ, რომ რაც უფრო დიდია გუნდის წარმატება, მით უფრო მეტი გულშემატკივარი ხავს მას. ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი პოპულარობაც გაიზარდა. სტადიონი ყოველ შაბათ-კვირას სავსეა. ყველა ბილეთი გაყიდულია. გუნდმა პოპულარობა მოიპოვა როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის გარეთაც. თუმცა წარმატებისკენ სვლა პატარა ნაბიჯებით უნდა დაიწყო. ბევრი ადამიანი, რომელიც აქ გაიზარდა, ოცნებობდა, რომ მათ გუნდს მესამე და შემდეგ მეორე ლიგაში ეთამაშა. ახლა მათ სურთ, რომ ბუნდესლიგაში ვითამაშოთ. სულ სიამოვნებს ქალაქში გასვლა ყავის დასალევად ან სასადილოდ. აქ ყოველთვის შეგიძლია სასიამოვნო მოსაუბრე იპოვო. ასეთ ადგილებში სულ ხვდები, რომ ჩვენს შორის მჭიდრო კავშირია. აქ ყველას უხარია შენი წარმატება, წარუმატებლობა კი წყინს. ისე ხდება, რომ უქმეებზე გუნდის მიღწეული შედეგი ხშირად ზეგავლენას ახდენს ქალაქის მაცხოვრებლების გუნება-განწყობაზე. სასიამოვნოა, როდესაც ამ ყველაფერს ერთად განვიცდით. ერთად ვართ როგორც გამარჯვების, ასევე დამარცხების ჟამს. არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ ქალაქშიც. როგორც უკვე აღვნიშნე, წარმატებასთან ერთად გარშემო მყოფთა რიცხვიც იზრდება და საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინები ჩნდება. ამჟამად გაცილებით მეტი ადამიანია დაინტერესებული ჩვენი გუნდით. ადრე ჩვენზე მხოლოდ რამდენიმე არხი და გაზეთი საუბრობდა. ახლა თქვენ აქ ხართ და ჩვენზე ფილმს იღებთ. ეს ხას უსვამს იმას, თუ რა იქმნებოდა აქ წლების განმავლობაში, ფეხბურთელებისა და სხვა პროცესში ჩართული ადამიანების მიერ. სწორედ ესაა ის, რაც მუდმივად ყურადღების ცენტრში გვამყოფებს. გუნდის დაკომპლექტებისას საჭიროა კარგად გააცნობიერო, რომელი მოთამაშე შეძლებს ითამაშოს ბუნდესლიგის დონეზე. ჩვენ ჩვენი გზით განვაგრძობდით სვლას, რასაც განვითარება და მეტი შედეგი მოჰყვებოდა. სხვა კლუბებთან შედარებით, რომლებმაც კლასის გაუმჯობესების შემდეგ წამყვანი მოთამაშეები ან მწვრთნელი ვერ შეინარჩუნეს. ჩვენ კვლავ ერთად განვაგრძეთ მუშაობა და ამ ერთიანობის წყალობით შევძელით ბუნდესლიგაში დიდი გუნდების წინააღმდეგ თავის გატანა. მაგალითად, პირველ სეზონში საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნი დავამარცხეთ. ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. თურმე ძალიან ბევრი რამაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. ეს მიდგომა ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ. ბუნდესლიგის გუნდის კაპიტნობა ჩვეულებრივი რამ არ არის და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის ის, რითაც ძალიან ვამაყობ. წარმატებულ პერიოდებში ამ როლის შესრულება გაცილებით მარტივია. თუმცა თუ როგორც შარშან წელსაც გვექნება წარუმატებლობის მომენტები, ჩვენი მიზანი იქნება გუნდში ერთობა შევინარჩუნოთ. პირველ რიგში საჭიროა არ შეგვაშინოს წარუმატებლობამ და მუდმივად ვიყოთ კონცენტრირებული დასახული მიზნების ასრულებაზე. გვჯერა, რომ ყოველ კვირას ბუნდესლიგაში შესაძლებელია შედეგის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდებს ხვდებით. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ეს ჩვენ გასულ წელსაც დავამტკიცეთ. უკვე 8 წელია რაც აქ ვარ და ვიცი, ამ გუნდში ყველაფერი შესაძლებელია. ბუნდესლიგაში გადმოსვლის შემდეგ აქ ყველაფერი შეიცვალა. ნამდვილად დაუჯერებელია. თითოეული ჰაიდენჰაიმელი ამაყობს საკუთარი ქალაქით. ჰაიდენჰაიმი უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიცნეს. ფეხბურთის მიზანი ადამიანების ერთ მუშტად შეკვრაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შევძელით. უკვე 1 წელზე მეტია ლიგაში დასარჩენად ვიბრძვით და კარგად ვიცით, რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ეს არის ყოველდღიური და ყოველკვირეული მძიმე შრომა. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიც ჰაიდენჰაიმია, სადაც სულ რაღაც 50,000 მაცხოვრებელია, ბუნდესლიგაში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა. ეს ნამდვილი საჩუქარია როგორც ქალაქისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ კი ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ამ დიდ მიღწევას. ბუნდესლიგაში გადმოსვლის შემდეგ პირველსავე სეზონში გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გავიდა, რამაც ჰაიდენჰაიმის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. თუ იქამდე კლუბის შესახებ ცნობადობა მხოლოდ ჰამბურგს ხვდებოდა, კონფერენს ლიგის წყალობით ჰაიდენჰაიმის შესახებ ევროპაში შეიტყვეს. აღარავინ ამბობდა, ჰაიდენჰაიმი ის პატარა კლუბი ხომ? ახლა უკვე ყველა მიცის, სად მდებარეობს ჩვენი ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ ჰაიდენჰაიმის ცნობადობის ასამაღლებლად საოცრად მნიშვნელოვანი იყო კონფერენს ლიგაზე ღირსეული თამაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური კულმინაცია იყო საშინაო მატჩი ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ. უეცრად ბუნდესლიგის ეს პატარა კლუბი პრემიერლიგის გულშემატკივრებმაც გაიცნეს. ამან კლუბის ირგვლივ უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჰაიდენჰაიმის ცნობადობა გერმანიის საზღვრებს გასცდა. ევროპაში ბევრი ადამიანი დაინტერესდა FC ჰაიდენჰაიმით.
ჩვენ გავხდით პატარა საფეხბურთო კლუბი, რომელსაც ევროპა აკვირდებოდა. ასეთი პატარა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ზოგჯერ დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი სწორედ ჩვენ თავს ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მატჩების უმრავლესობაში აუთსაიდერები ვართ. აქ სტადიონზე მოსვლა და მოთამაშეების ხილვა ყოველთვის შესანიშნავია. ასეა ყოველ კვირას და ასე იყო ევროტურნირებზე გამოსვლისას. ის ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი კლუბი დგას და რომლის დანერგვასაც წვრთნელი მუდმივად ცდილობს დანებების საშუალებას არ გვაძლევს. ეს კარგად ჩანს დიდი მატჩების დროს. განსაკუთრებით კი ჩანდა აქ, ჩელსის წინააღმდეგ თამაშისას. დაუჯერებლად კარგი გარემო იყო. შესანიშნავი მატჩი. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მოვიგებდით. სამწუხაროდ საბოლოოდ არ მოხდა, მაგრამ ევროპული შეხვედრები მთლიანობაში ნამდვილად ყოველთვის გამორჩეული პერიოდი იყო. კონფერენც ლიგაზე ვითამაშეთ წინა სეზონში, გუნდმა რა თქმა უნდა სანამ გადმოვიდოთ იმანამდე ის ჯგუფური ეტაპი, რასაც შეცვლილი ფორმატით რა თქმა უნდა ითამაშეს 6 თამაში და ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი პლეი-ოფშიც გავიდნენ მერვედფინალში და შევხვდით კოპენჰაგენს. გიორგი გოჩოლაიშვილი იმ დროს კოპენჰაგენში თამაშობდა. რა თქმა უნდა ეს გამოცდილება იყო ყველა თამაშიდან იღებდა რა თქმა უნდა გამოცდილებას და როცა ესეთ ეტაპზე კონფერენს ლიგის ესეთ ეტაპზე თამაშობ, თუმცა ესეთ დიდი გუნდის წინააღმდეგ როგორც კოპენჰაგენია, თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის იქ თამაში სამწუხაროდ ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე ორი თამაშის ჯამში დავმასწრით. თანაფარდობა იყო ანგარიშებში, გასვლა მოგვით 2-1, შემდეგ სახში წავაგეთ 2-1, თუმცა დამატებით დროში ბოლოს კიდე გაგვიტანეს ერთი გოლი და დავმარცხდით. თუმცა ხო როგორც თქვი, გამოცდილების მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა ჰაიდენჰაიმმა თვითონ, იმიტომ რომ პირველი სეზონი იყო მათთვის ჯერ ბუნდესლიგაში და შემდეგ უკვე კონფერენც ლიგაზეც და ვფიქრობ, რომ მათთვის ეს პირველი წელი წარმატებული იყო ყველაფრისგან მიუხედავად. თუ დავაკვირდებით გზას, სამოყვარულო ლიგიდან ბუნდესლიგამდე, რასაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ევროპულ ტურნირზე, ევროთასებზე გასვლა მოჰყვა, მარტივი წარმოსადგენია, რომ FC ჰაიდენჰაიმის მიმართ ყურადღება რეგიონსა და გერმანიის ფარგლებს ბევრად გასცდა. ბუნებრივია, ამან ყველა სფეროზე იქონია გავლენა. მკვეთრად გაიზარდა სპონსორების რიცხვი, მერჩენდაიზინგი და ბილეთებზე მოთხოვნაც კი. ეს ძალიან დიდი წინსვლა იყო. იმის გამო, რომ FC ჰაიდენჰაიმი უკვე საერთაშორისო არენაზეც წარსდგა, ყველანაირად ვცდილობთ ეს იმპულსი მომავალში შევინარჩუნოთ. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ პოზიციონირება. ამაზე მუშაობას კვლავ განვაგრძობთ, რომ როდესმე ისევ შევძლოთ მსგავსი გამოცდილების მიღება. ჩვენ მას დიდხანს ვაკვირდებოდით. ბუდუ კარლსრუეში შესანიშნავი იყო. მისი მენტალიტეტის წყალობით, რომელიც საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამაც ჩამოუყალიბა, არ გჭირდება აუხსნა, რას ნიშნავს შრომა. როგორც მეორე ლიგის ბევრ ფორვარდს, მასაც დრო დასჭირდა ბუნდესლიგას შეგვებოდა. ვფიქრობ, ჰოფენჰაიმთან მატჩის დროს გატანილი პირველი გოლით და ვოლფსბურგის მატჩისას ბრწყინვალე თამაშით, ის უკვე გახდა ჰაიდენჰაიმის ნაწილი. სამწუხაროდ ამ სეზონში მან ტრავმა მიიღო და მეორე ეტაპზე საკმარისად ვერ ითამაშა. თუმცა როცა ჯამრთელად იყო, ყოველთვის დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო გუნდისთვის. თუ ვნახავთ ჰანზას წინააღმდეგ გატანილ გადამწყვეტ გოლს, როდესაც მატჩი ანგარიშით 2-1 დასრულდა, დავინახავთ, რომ მან გადათამაშებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი ინტელექტი და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ასე გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ სეზონშიც მოსამზადებელი ნაწილი გამოტოვა. ამჟამად ისევ ტრავმირებულია, მუხლის მცირე დაზიანება აქვს. ბუდუსთვის 30 წლის ასაკში გადამწყვეტია 100%-ით მზად იყოს თამაშისთვის და საკუთარ სხეულს ენდობოდეს. ის ნამდვილი პროფესიონალია. გუნდისთვის დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ბუდუ ნამდვილი 9 ნომერია. სწორედ ის, ვისაც გოლები გააქვს. ის, ვინც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და იცის სად არის მოწინააღმდეგის კარი. ეს არის მისი თამაშის სტილი. ასეთ ფეხბურთელს მხოლოდ მხარდაჭერა და სწორი პასები სჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ გასახდელში ის უფრო მშვიდი და თავშეკავებულია. ბევრს არ ლაპარაკობს, მეტად აკვირდება. ვფიქრობ, რომ ის ყველაზე კარგად თავს მოედანზე გრძნობს. ახლა უკვე ყველაფერი ესმის და თავისი საერთაშორისო გამოცდილების წყალობით მას შეუძლია გუნდს რთულ სიტუაციებში დაეხმაროს. კარლსრუეში თამაშისას ბუდუს აქტიურად ვაკვირდებოდით. ადვილად შეამჩნევდით თუ როგორი ვნებით და ემოციით თამაშობდა ფეხბურთს. როგორ აკეთებდა ყველაფერს წარმატების მისაღწევად. სწორედ ამის დამსახურებით შეძლო მეორე ბუნდესლიგაში ბომბარდირი გამხდარიყო და მაშინ მივხვდით, რომ ბუდუ ზუსტად გააჩნდა უნარები და სტილი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. ის არ ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს. ფიზიკური უპირატესობა აქვს სხვებთან შედარებით. ამიტომ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ის უნდა მოგვეყვანა. ვიცოდით, მისი ტრანსფერი წარმატებას მოგვიტანდა და ეს პირველსავე მატჩზე დამტკიცდა.
მახსოვს ბერლინში გამართულ მატჩში მან საოცარი შედეგი დადო და მატჩი 2-0 დასრულდა. გამარჯვებაში ბუდუმ დიდი წვლილი შეიტანა. როდესაც პირველად ესპანეთში ჩვენ საწვრთნელ ბანაკში მოვიდა, ძალიან თავშეკავებული იყო. ეს ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ახალ გუნდში იწყებ თამაშს. ჩვენს პირველად ყავდა ქართველი თანაგუნდელი. ამიტომ გვინდოდა მისგან ბევრი გაგვეგო, მათ შორის საქართველოსაც. სანამ მოვიდოდა ბუდუზე გარკვეული ინფორმაცია უკვე მოძიებული მქონდა. საქართველოსაც ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რადგან ჩემი და იქ 3 თვის განმავლობაში მოგზაურობდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბუდუ ბევრად უფრო თამამი გახდა. მგონია, რომ მას ძალიან დაეხმარა მომენტი, როდესაც ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ ის სრულიად შეიცვალა. პირველი გოლი ბუნდესლიგაში. ფიქრობ ეს დიდი ხნის შემდეგ ქართველი მოთამაშის მიერ გატანილი პირველი გოლი იყო. ბუდუ არის მოთამაშე, რომელსაც მოწინააღმდეგისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. ის საჯარიმო მოედნის ფეხბურთელია, რომელიც გამოდის მინდორზე და ყველაფერს აკეთებს თავისი გუნდისთვის. ეს მალევე შესამჩნევი გახდა. შარშანაც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ვიყავით და მას სამწუხაროდ ტრავმებმა შეუშალა ხელი. მაგრამ ბუდუმ უახერხა დაბრუნება და ამ სეზონის დასაწყისში მისი ყოფნა წარმოუდგენელი მნიშვნელობის იყო. ფიქრობ ის მართლაც ძალიან კარგად არის გუნდში ინტეგრირებული. მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მალევე მივხვდით თუ როგორი გახსნილი და მხიარული ადამიანია, რომელთან ერთადაც შეგიძლია კარგად გაერთო. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი როგორც ფეხბურთის მოედანზე, ასევე მის გარეთ. გუნდის დახვედრასაც შეეხება, როცა გუნდში გადმოვედი, ძალიან თბილად მიმიღეს. ფიქრობ, რომ ცოტა ადაპტაცია გამირთულდა, იმიტომ რომ მაინც სხვა ქალაქშიო გადმოვედი, თავიდან ცოტა შეგუების პროცესი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე ყველაფერი დაალაგდა. თვითონ ფეხბურთელებთან ურთიერთობასაც შეეხება, ადვილია როცა გიცნობს ფეხბურთელები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ადევდნენ თვალს მეორე ბუნდესლიგას და გამოდინე წლის წინ თვითონაც იგიყვნენ და ვითამაშია კიდეც მეორე ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ და მაქედან გამომდინარე მიცნობდნენ, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახა შემდამი ურთიერთობაში, იმიტომ რომ იცოდნენ თუ რა შემეძლო, ჯეროდაც ჩემი პირველივე დღიდან როცა გუნდში მოვედი, კაპიტანი მესაუბრა და მითხრა რომ ხო რა თქმა უნდა ჩემთან ერთად გქონდათ უფრო მეტი იმედი იმის რომ ბუნდესლიგაში დავრჩებოდით და საბედნიეროდ ეგრეც მოხდა. ურთიერთობა დღემდე ძალიან კარგია, გუნდში ატმოსფეროც ძალიან იდეალურია, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ფეხბურთელები ერთმანეთში ურთიერთობის მხრივ ძალიან კარგად ვართ და ვფიქრობ რომ ეს რა თქმა უნდა დაგვეხმარება საბოლოო მიზნის მიღწევაში. ჰაიდენჰაიმი პატარა ქალაქია. მას დაახლოებით 50,000 მოსახლე ყავს. მთელ გერმანიაში დაახლოებით 11,000 ქალაქი და მუნიციპალიტეტია. ჩვენ ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონს ვეკუთვნით და რა თქმა უნდა განსაკუთრებით გვახარებს, რომ ფეხბურთის მხრივ მიმზიდველები ვართ და ბუნდესლიგაში თამაშის შესაძლებლობა გვეძლევა. ფეხბურთის გარდა ჩვენთან ძალიან პოპულარულია მაგალითად ფარიკაობა. ამ სპორტის წყალობით მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობთ. ასევე ჰაიდენჰაიმში იმართება საოპერო ფესტივალები, რომლებსაც არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. თუმცა ის, რაც ჰაიდენჰაიმს ფეხბურთმა მოუტანა, ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია. ადრე ხშირად ამბობდნენ, რომ ჰაიდენჰაიმი ულმთან მდებარეობს. ახლა კი ყველამ, ვინც რეგულარულად უყურებს ახალ ამბებს, იცის სად მდებარეობს ჩვენი ქალაქი და რა შესანიშნავი ღონისძიებები ტარდება აქ. ჰაიდენჰაიმი უკვე ნამდვილად იქცა ახალ ბრენდად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალაქსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა ჰაიდენჰაიმში უზომოდ მნიშვნელოვანია. ისეთი სტადიონის შექმნა, როგორცაც მას დღეს ვხედავთ, მხოლოდ ქალაქ ჰაიდენჰაიმთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ქალაქმა ამ პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერა გაგვიწია. სტადიონის გაფართოების მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაც მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ მთელი მუნიციპალური საბჭო გვერდში გვიდგას და პოლიტიკურ და მუნიციპალურ დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფიქრობ ეს ერთიანობა, რომელზეც ჰაიდენჰაიმში ყოველთვის ვსაუბრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ყველა მიცის, რომ ყველაფერი მხოლოდ გუნდურად მუშაობის შედეგია. გულისხმობ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივრებს და სხვა თანამშრომლებს. ყველა ამ პროცესის ნაწილია. ქალაქში საფეხბურთო კლუბთან სიახლოვის დონე ძალიან მაღალია. ყველა აცნობიერებს, რომ ეს პატარა ქალაქია და ამავდროულად ყველა ამაყობს, რომ ამ ქალაქს ასეთი შესაძლებლობები აქვს. წლების განმავლობაში ყოველთვის მოიძებნებოდა ფეხბურთელი, რომელიც მთელს კლუბს, გულშემატკივრებსა და რეგიონს აერთიანებდა. ჰაიდენჰაიმის ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მიუნხენის, ჰამბურგის ან ბერლინის ტემპს. შეიძლება ითქვას, რომ აქაური სტილი უფრო სოფლის ცხოვრების ტემპს გავს. მაგრამ სწორედ ეს ხდის ასეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშს ასეთ საინტერესოს. გუნდს მრავალი გულშემატკივარი ჰყავს ჯერ კიდევ ქვედა ლიგებიდან, რომლებიც სწორად აფასებენ იმ ყოველივეს, რისი მიღწევაც გუნდმა შეძლო. ბევრი კარგი და ცოტა ცუდი მომენტებიც გვახსოვს, თუმცა ჩვენთვის ერთიანობა და თანადგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამ ერთიანობის გარეშე, ფიქრობ დღეს ბუნდესლიგაში თამაში შეუძლებელი იქნებოდა. მატჩისთვის მზადება უკვე თამაშის წინა დღეს ან მატჩის დილით იწყება.
უყურებთ პრესკონფერენციას. კლუბი ინტერნეტში ბევრ ვიდეოს აქვეყნებს მომავალი მოწინააღმდეგისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. უსმენთ, რას ამბობს მწვრთნელი და უკვე იქნება განცდა, როგორ შეიძლება წარიმართოს თამაში. თამაშის დღეს შეკრებებისთვის ჰაიდენჰაიმში ბევრი ადგილი არ არის, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებს ორგანიზებას და ერთად მოდის საგულშემატკივროდ. ბევრისთვის შაბათ-კვირა მთლიანად მატჩებს ეწყობა. ეს მართლაც აერთიანებს ადამიანებს. აქ სტადიონზე ყველაფერი ძალიან კომპაქტურია. მოედანთან ძალიან ახლოს ხარ. ფეხბურთელებისგან სულ 2 მეტრის დაშორებით შეგიძლია დგომა. სწორედ ეს ქმნის შესანიშნავ ატმოსფეროს და ეს აქცევს ამ ადგილს განსაკუთრებულად. ყავს გულშემატკივარი, რომლებიც ყოველდღიურად ჩართული არიან გუნდის ცხოვრებაში, როცა ღია ვარჯიში არის, ყოველთვის არიან და უყურებენ ვარჯიშს, ყოველთვის გთხოვენ ავტოგრაფს ან ფოტოსურათს, რაც რა თქმა უნდა мотивაციას გაძლევს ფეხბურთელს, ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას, მცირედითაც კი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის შენთვის. გულშემატკივრები, როგორც თქვი, ვარჯიშის სტადიონზე და მით უმეტეს თამაშზე ბოლომდე დგანან, გამოყოფთ ასევე ულტრასებს, რომლებიც გასვლით შეხვედრებზეც და საშინაო შეხვედრებზეც ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან, 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა რაღაც მოედანზე არ გამოგდის და გესმის შეძახილები გულშემატკივრიდან, რა თქმა უნდა, ეგ მუხტს გაძლევს და ასევე გქონდა ხშირად საუბრები გულშემატკივრებთან, ყოველი თამაშის შემდეგ თითქმის გვაქვს საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა კიდევ ერთხელ შეგვაძლებინებს იმას, რომ ამ სეზონშიც მოვახერხოთ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნა. გულშემატკივრისგან წამოსულმა მუხტმა ჰაიდენჰაიმს შეუძლებელი შეაძლებინა. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ამ გუნდმა, ქალაქმა და გულშემატკივარმა თითქოს ერთად დაისახა მიზნად მოხვედრილიყვნენ გერმანულ საფეხბურთო ელიტაში. ეს კლუბი მშვენიერი მაგალითია იმის, რომ ზოგჯერ ნაკლები მნიშვნელობა აქვს თუ საიდან იწყებ. თავარია იცოდეს საით მიდიხარ. თავარია გქონდეს დასახული გზა მიზნიდან გამარჯვებამდე.